მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ორმოები გაჩნდა, პლანეტის ყველა დიდ ქალაქში სრული ქაოსია. ისინი მიწიდან ამოდიან სრულიად მოულოდნელად. მეცნიერების თქმით, ამ არსებებს ათასობით წლის განმავლობაში ეძინათ. ტყუები მათ მხოლოდ აფერხებს, მაგრამ ვერ აჩერებს. ბევრმა ქვეყანამ სამხედროები გამოიძახა. ადამიანები, რომლებიც მთებში ცხოვრობენ, ვაყობინებენ, რომ ფატრავები 8000 ფუტის ზემოთ არ უნახავთ. ნიდერლანდები, კოლორადო, ქალაქის ნაწილი განადგურებულია, მაგრამ 8000 ფუტის ზემოთ ყველაფერი ხელუხლებელია. გლობალური სიცოცხლის ხაზი 8000 ფუტია. მთავრობა მოუწოდებს ხალხს დარჩნენ ამ ხაზის ზევით. 8000 ფუტი გლობალური სიცოცხლის ხაზია. თუ შეგიძლია მთაში ასვლა, ახლავე წადი. სამი წლის შემდეგ. კლდოვანი მთები, კოლორადო. სიმაღლე 7740 ფუტი. ხაზიდან 240 ფუტით ქვემოთ. სიმაღლე გახმოვანებულია მაიგად რიქომის მიერ. დაკარგული ხეობის თავშესაფარი, მოსახლეობა 193 სული, სიმაღლე 8460 ფუტი. გამარჯობა, ჰანდერ. ყველაფერი რიგზეა? ჰანდერ. მე უბრალოდ სხვა ადამიანების ნახვა მინდოდა. ხომ მითხარი, რომ მონსტრების უმეტესობას ისევ ზინავს? შენ ყოველ ღამით ჟანგბადზე ხარ. როცა გარბოდი, შეიძლება ფილტვები ჩაგკეტოდა. მაბატია, მამა. ვერ დაკარგავ. არ შემიძლია. ეს უნდა გაიგო.
როგორი მძიმეა. მართლაც? მოიცადე. გიჭირავს? კი. რა მოხდა ამ დილით? ხაზი გადაკვეთა. რათა დედროუქის ხედით დამტკვარიყო. ის აქ ერთადერთი ბავშვია. თავს მარტო გრძნობს. სამაგიეროდ ცოცხალია. ზოგიერთს ამაზე მეტი გჭირდება, ვილ. შეიძლება აქ უსაფრთხოდ ვართ, მაგრამ ეს მთა მისთვის ციხეა. იქ მხოლოდ დედროუქის სანახავად არ წასულა. ხაზი ელბაიფაი როუდს კვეთს. იქვე ახლოს. ეგ ბოლო ადგილია, სადაც დედამისი ნახა. კროუზ ნესტის გადარჩენილები გვატყობინებენ, რომ 5 ადამიანი გაგზავნეს თხას ქვემოთ, რათა პროდუქტები ეშოვათ. უკან ჯერ არავინ დაბრუნებულა. მაგრამ იმედს არ გარგავენ. ისინი გთხოვენ ჩვენგან ვინმე გავგზავნოთ, რათა შევამოწმოთ, ვინმე გადარჩა თუ არა. ზედა ხეობის გზით. მესმის. ნინას ენდობი, მაგრამ ეს თვითმკვლელობაა. სამყაროს გადარჩენა შენი მისია არაა. პატარავ, შენთან ვარ. ღრმადის უნთქე. შვიდად, ღრმადის უნთქე. ხმადის უნთქე. შვიდა და ნელა. აი ასე. კარგია. ძალიან მიყვარხარ.
თივა კარტოფილს თბილად ინახავს და ის მიწიდან იზრდება. როცა აწივდება, ზემოდან თივას აფარებ. ყინვისგან იცავს კარტოფილს და ათბობს. სწორი დრო უნდა შეარჩიო, კარგი? და შემდეგ ამოწევ. ანგესი სწორ დროს უნდა ამოწიო. დღეს ჰანდერის დაბადების დღეა. და ყველიანი მაკარონის უკანასკნელი ყუთი კიდე. ამაში გაგიცვლი. ბევრი არაა, მაგრამ საკმარისია. შანსი არაა. როგორ იშოვე? კარგი რა, ხომ იცი რომ კავშირები მაქვს. დაბადების დღეს გილოცავ. მამა, რადიოს რატომ აღარ იყენებ? სხვებისთვის ნიშნის მისაცემად დროშები გვაქვს თუ დაგჭირდება, მაგრამ იგივე არაა, რაც ლაპარაკია. ელექტროობა ისედაც ძლივს ყოფნის, თუნდაც შენი ელექტროინჰალატორისთვის, განსაკუთრებით ზამთარში, როცა დღე მოკლეა. წასვლას აპირებ არა? ეს შენი უკანასკნელი ფილტრი იყო. მედი გვჭირდება. თუ ავად გახდები, აღარ გავხდები ავად. ეს ასე არ ხდება. როდის მიდიხარ? კარგად ვიქნები. ჩარლის გამოვართვი. დარწმუნებული ვარ, ჩემთან დაწოლას ცდილობს. 80 წლისაა. აქ 3 წლიანი ყოფნის შემდეგ ამასაც განვიხილავ. ჰანდერი სად არის? ძინავს. პარასკევის საღამოა იცოდი. მართლა? ახლა ძველი დრო რომ იყოს. სად იქნებოდი? ალბათ გოლფის კლუბში ვიქნებოდი სიმამთან ერთად. ბოდიში გოლფის კლუბის წევრად ვერ წარმომიდგენი ხარ. არც ყოფილ ვარ. მაგრამ დარას ოჯახს მოსწონდა. მე მძულდა. ახლა კი მენატრება. ჯანდაბა. ფილტრები გამოგველია. ამიტომაც ინექციაა საჭირო. გამარჯობა ნინა. როგორ ხარ? როგორ მიდის დალევის საქმე? თავის მოკლისგან მაგავებს. და შენ? შენი მოკლისგან მაგავებს. ხვალ მივდივარ. ბოულდერში. უკანასკნელი რამე არის თქმასაც შენგან ველოდი. არჩევანი არ მაქვს. იქ მოკვდები. ისინი არ კვდებიან. მაგის რომ გჯეროდეს, კედელზე მეგობრის დროშა არ გექნებოდა. უსაფრთხო გზა ვიპოვე. უსაფრთხო გზა არ არსებობს. ყველა რუკა და ყველა გზა ვიცი. 2 დღის სავალია და შეუძლებელია მთელი დრო ხას ზემოთ დარჩე. ჰანდერის აპარატის უკანასკნელი ფილტრი ამოიწურა. ბოულდერის საავადმყოფოში მარაგი ექნებათ. თუ არ წავალ, ჰანდერი მოკვდება. უკვე გაძარცვული იქნება. მაგის დრო არავის ქონდა. ქვემოთ ჩასვლა მოგიწევს ბევრჯერ. იმ არსებებს ვერ გადაურჩები. შენ გადარჩი. გამიმართლა. გამართლება სტრატეგია არ არის. გამართლება ვერ დაგეხმარება. ერთადერთი ხარ, ვინც მათ შეებრძოლა და გადარჩა. წლებია მათ სწავლობ. დამეხმარე. მე რა მოხდა? დამეხმარე ერთად მოვკვდეთ.
წინა წელს გეგონა რომ მათი მოკლის გზას იპოვიდი და ლაბორატორიაში დაბრუნდებოდი. ამიტომ წავიდა და რა შენთან. ბოულდერისკენ გზა ვიცი, რუგაზია გადატანილი. ქვემო ჩასვლა მხოლოდ ორჯერ გვიწევს. ორჯერ? შეუძლებელია. შესაძლებელია. მაღარო. მთაში გადის. მაღარო? წეული მაღარო ვილ. ეგაა შენი გეგმა? ფაქტობრივად სიკვდილის ხაფანგია. ჩემმა კომპანიამ იქ დიდი საქმე გააკეთა. ყოველი ინჩი ზეპირად ვიცი. იმ გვირაბებს ვიცნობ. არაფერი არ იცი. სასოწარკვეთილი ხარ. სასოწარკვეთილი ადამიანები კვდებიან. დილის 8-ზე. კათედრალ პოინტ ოვერლუკი. ვინ თქვა რომ მოვდივარ? ამას ამბობს ის ყველაფერი, რასაც აკეთებ აქ მოსვლის დღიდან. ყოველ ღამით სროლაში ვარჯიშობ. ერთადერთი რაც გინდა მათი მოკვლაა და რაღაც გჭირდება ამის გასაკეთებლად. ჩემი გმართებს. და რასთვის? ვილ. ბოლდერი ხას ქვემოთ 2000 ფუტით დაბლა. რომც მიაღწიო ისინი იქ იქნებიან. მხოლოდ ერთით საკმარისია. ვიცი. ნინა. ნინა გვიახლოვდება. ნინა. ამ გზიდან მოდის. მარჯვნივ დარჩით. სუნთქვას ვეღარ ვიკავებ. ესროლეთ. გთხოვთ არა. ქვემო ჩავდივართ. გთხოვთ. არ შემიძლია. მადლობა. პრობლემა არ არის. ხვალ მივდივარ. მას მაქსიმუმ 4-5 დღე აქვს. მასთან დავრჩები. სამიზნე შეგიცვალე რომ უფრო შორიდან შეძლო მათი დანახვა. ესეც მჭიდები. ჩემი მარაგიდანაა. რეგულარულ 556-ზე უკეთ შეანელებს. წარმატებები. მადლობა. ჩემთვის თქმას არ აპირებდი? დარასავით უთქმელად წასვლას და სიკვდილს აპირებ არა? ბოდიში შეუფერებელი იყო. კი, იყო. ტიმ, ჩემი იარაღი? კეით, რას აკეთებ? შენთან ერთად მოვდივარ. ვერ დამოხვალ. ნებართვას არ გთხოვ, იქ მარტო ვერ გადარჩები. ვინმე გჭირდება რომ დაგიცვას. ნინაც მოდის. მით უმეტეს. ქალაქ ჭირდები. მე კი მაინტერესებს ქვემოთ რა რატომ? ხდება. იქ რაღა დაგჭენია. ჩვენ ვირთხები ვართ ჩაძირვის პირას მყოფ გემზე და გასასვლელი უნდა არა. ვიპოვოთ. აქ შევძლებთ დარჩენას. ყველა ჰანდერის გარდა. ასე ცხოვრება არ მინდა ვილ და ორივემ ვიცით რომ არც ჰანტერს უნდა. ეს 8 წლის ბავშვის გადასაწყვეტი არაა. ოდესმე მოგვიწევს მათ ვებრძოლოთ. ეს შეიძლება დღესაც იყოს. შენი დახმარება არ გჭირდება. შენ არავის დახმარება გჭირდება. ოდესმე რომელიმე ახლოდან გინახავს. თითქმის. შორიდან დანახულ წერტილს არ გულისხმობ. როცა ისინი ადამიანებს ბატრავენ. ტყვიები ისე ხდება თვითონც არაფერი. თუ თავში არ მოარტყამ. ამის მიუხედავად რამდენიმე წამი გაქვს გასაქცევად. იქ მოვკვდებით. და შენ პირველი იქნები.
მალე დავბრუნდები. დედამაც ეგ თქვა. დავბრუნდები. გვირდები. ალტავის და სათხილამურო ზონასთან მივიდეთ. შეიძლება საბარიგოც გამოვიყენოთ. და ელექტროენერგია. გენერატორები აქვთ. არ მგონია მუშაობდეს 992 დღიანი უმოქმედობის შემდეგ. თუ ბატარეები დაცლილი არა, ავამუშავებ. ბოულდერში რა არის, ნინა? ჩემი ძველი ლაბორატორია. მეგონა პროფესორი იყავი კალტექში. კვლევარი. ბავშვებს ვერ ვასწავლი, ზედმეტად სულელები არიან. კალტექის სტუდენტები სულელები არიან? მაშინ ჩვენ ვინ ვართ? არა სტუდენტები, კეიტი. შეგიძლია უფრო სასიამოვნოდ მოიქცე. სადე მაინც? და იქნებ ფეხებზე მკიდია. საიდან უნდა ვიცოდეთ, რომ იქ არ სძინავთ? ჩემს თავზე ვიღებ. როგორც ხვდები, აქ კომპასი არა. არა. მათ გადაადგილება საკონტროლებ. ბიოელექტრომაგნეტიზმი ისინი საკუთარ მაგნიტურ ველს წარმოქმნიან ადამიანებზე და ნებისმიერ ცხოველზე ძლიერს. როცა ნახევარმილში არიან, ის არის მათკენ გვიჩვენებს. ელფა ფაიერ როუდი. სიმაღლე 8000 ფუტი. ანუ სათხილამურო ზონა 2 მილის მოშორებითაა. ერთი თუ ტყით წავალთ. ნინა, ექსპერტი შენ ხარ. იცი რატომ ვერ ამოდიან 8000 ფუტის მაღლა? ძირითადად ვიმედოვნებ, რომ აზარს არ შეიცვლიან. რამეს აჩვენებს? არაფერს. ჯერჯერობით სიმშვიდეა. შეიძლება რამე გამოსადეგი იყოს. ტრეკერზე ისევ არაფერია, თუ ის არის გამოძრავდება მეტყვი. ტყუიები ვიპოვე. რამოდენიმე მაშხალა. ჯეკპოტი. როგორია? იცი მაგის გამოყენება. ისე ჩანს, რომ 18 წლის დამწყებსაც არ გაუჭირდება ამის გამოყენება. ვიზამ რამეს? საჭირო არაა. ესე იგი ეს აქამდეც გაიგეთებია. მე ტეხასიდან ვარ. მე ლუიზიანადან. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მამამ ყუმბარწყოსნის გამოყენება მასწავლა. ნინა, შენთან რა ხდება? შეიძლება წავიდეთ. შეგიძლიათ რომ მოკედოთ? ვათვალიერებ. თუ დარჩენა უნდა. ნება მიეცი დარჩეს. მაინც არ გჭირდება ის. არა და გჭირდებით. შენგან განსხვავებით მკვდარი ხორცი არ ვარ.
შენი დედაც ნინა. ორივემ ვიცით ვის გაჟიმვას აპირებ კეიტი და ეგ მე კი არა, შენი საუკეთესო მეგობრის ქმარია. გახსოვს მაინც ვინ მოკალი? გახსოვს? მორჩა გეყოფათ. ზუკნა. არ მომწონ ხარ ნინა. არასდროს მომწონდი. არ გადანაშაულებ კეიტი. კარგად ვარ. აქ საიდან გაჩნდნენ? 3 წელი ადამიანების გარეშე არიან. გახმოვანებულია მაიკ ადრიქომის მიერ. ალდავის და სათხილამურო ზონა. 7620 ფუტი. ერთი წუთით დრო მჭირდება. მთის წვერვალი 8000 ფუტზეა. 10-15 წუთი უსაფრთხოდ ვიქნებით. ან საბარიგო სამუშაოებას ვწვდი. სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. აქ არიან. აი იქით. გავიქცეთ. ხასთან ვერ მივასწრებთ. უნდა მივასწროთ. შორსაა, საბაგირო უნდა ვცადოთ. და თუ ბატარეები არ მართალია, მუშაობს? დამიცავი. კარგი. მიდი ვილ. მიდი ბადარავ, მიდი. ჯანდაბა. მიდი. მიდი, მიდი. სამოცდა 18000 ფუტი.
უნდა გადმოხდე. მიდი, კეიტი. მიდი, გადმოხდე. მიდი. სუიები გამითავდა. არ გამიშვა. გიჯერ. თითქმის მივედით. გამაგრდით. 8000 ფუტი. გამოგვივიდა ჩვენის შევძელით. გავიქცეთ. მიდი, კეიტი. კარგად ხართ? ჰა. რეზორტის სიმაღლე 8209 ფუტი. ვისკი 18 წლიანი დაწვალებით. ყვიებმა ვერაფერი დააკლო. გადარჩენის დავლიოთ. მათი ახლოდან ნახვა. სულ სხვა. ასეთ არსებებთან ერთად არ უნდა გვიწევდეს ცხოვრება. შეიძლება იესოს მინდორები მართლები იყვნენ. შეიძლება მხატვრები ადამიანების სოდისთვის მოევლინენ. ღმერთის ვაშლის ჭამისთვის და შემდეგ გამწოდნით ედემის ბაღის განადგურებისთვის. მაგის არ მჯერა. აბა ისი გჯერა. ისინი დედამიწის ახალი დამპყრობლები არიან და ჩვენ მტაცებლები ვართ. როგორ დავიბრუნოთ სამყარო უკან? ისინი არ საიდან გამოჩნდნენ, ყველა ერთად. შანსი არ მოგვეცა რომ შეგვესწავლა, როცა საკმარისად დიდხანს გამოიკლევ გაარკვევ როგორ თუ პირველი ის არ მოკლავს. უმეტესი ჩვენგანი მოკვდება. მაგრამ ერთ დღესაც დავამარცხებთ. 3 წელია. დღე და ღამე მათ იკლევ. რამე მაინც უნდა გეპოვა. რაკნეს, როცა პირველად ამოვიდნენ მიწიდან. და რაკნეს? ერთ თვეში მოსახლეობის 95% გაშლიდეს. ისინი საჭმელადან დასაწინებლად არ ჩერდებიან. საერთოდ არ ჩერდებიან. ვერ მივხვდი. დამპყრობლები კლავენ რომ ჭამონ. ფატრავები უბრალოდ კლავენ და ისინი მხოლოდ ადამიანებს ხოცავენ. თითქოს უბრალოდ ჩვენი მოშორება უნდათ. არ მგონია რამე გეგმა არსებობდეს ნინა. როგორც თქვი ისინი დამპყრობლები არიან, ჩვენ დაცებლები. ეგ მე არ მithქვამს, კეიტი თქვა. რისი თქმა გინდა? არაფრის, ეს უბრალოდ კითხვაა. მაგრამ მე პასუხები მინდა.
რა მოხდება თუ ნინა მართალია? იქნებ მართლა იპოვა მათი მოკლის გზა. მისი არ მჯერა. რატომ? მას ეს ძალიან უნდა. და ეგ რას ნიშნავს? იცი რასაც. ნინა ერთადერთია, ვისაც შეუძლია ამის გაკეთება, ის ხომ ხსნელის ფიზიკოსი. კომპლექსით. ყველა ფიზიკოსი მასეთია, ცხოვრებას ღმერთის საიდუმლოების ამოხსნას უცვნიან. მესმის. მას ენდობი. მაგრამ ეს თვითმკვლელობაა. სამყაროს გადარჩენა შენი მისია არაა. და რა არის ჩემი ის რომ მისია? ცოცხალი დარჩე. პირველად რომ შევხვდით, მაშინ სხვა რამე სიტყვოდი. ეგ მანამდე სანამ მშობიარობისას კი აღამოგდებოდი. და სანამ ჩვენი პატარა კლინიკაში სიცოცხლისთვის იბრძოდა. ამას ჰანტერისთვის ვაკეთებ. არა. არც ნინასთვის. მას უნდა რომ პირველი ადამიანი იყოს, ვინც დაცებელს მოკლავს და ამას შეეწირება. ასე არაა, ვილ. ის უკვდავებს ებრძვის. რატომ ვერ ხედავ ამას? მას ოჯახი არ ყავს და არასდროს ყოლია. დროის ამბავია, როდის გამოილევა ფილტრები. ეგ მინიმუმ 1 წელი არ მოხდება. და მფატრავები ისევ იქ იქნებიან. რა განსხვავებაა? კიდევ 1 წელი ვიქნებით ერთად. ეს არის განსხვავება. გალვეის მაღარო 8092 ფუტი. როცა გამოვალთ, თითქმის დაღამებული იქნება, ქალაქში ღამე ვერ შევალთ. მეორე მხარეს რეინჯერების სადგურია. შეგვიძლია გათენებამდე დავჩეთ. იქ რა გეგმა გვაქვს? ეს მე-9 დონეა. კიბე მერვე დონემდე ჩაგვიყვანს. მერვე სადგურს გავყვებით მთის გასწვრივ. გამოვალთ მეორე მხარეს 8023 ფუტზე. ბოულდერიდან 12 მილის მოშორებით. მერვე დონის ქვემოთ ყველაფერი ხაზს ქვემოთაა. ანუ 8023 ფუტზე გამოვალთ? მართალია. რამდენად ზუსტია? ძალიან. საიდან იცი რომ ეს გვირაბები სწორია? რომ სადღაც შუაში დაქანებული არ არის? რაც ხაზს ქვემოთ მოგვაქცევს? თუ ამაზე არ გიფიქრია? შენ ნაბიჯვარო. შვიდად, ხაზს ქვემოთ ჩავდივართ, არა? ვილ, რამდენი ხნით? 231 იარდი. რა? გვირაბის ორივე ბოლო 8000 ფუტ ზემოთაა, ასე რომ ეს გვირაბები ჰერმეტულად არ არის დაცული. რა იცი რომ ნაპრალები არ არის, რომლებიც უფრო დაბალ დონემდე არ მიგვიყვანს. ეს ყველაფერი მანამდე უნდა გეთქვა. ეს მხოლოდ 231 იარდია. ამის გარდა შენი ტრეკერი გვაჩვენებს თუ რომელიმე მათგანი ახლოს იქნება. არის ამს. ხომ იმუშავა? ხოლოდ მიწის ზემოთ, კლდის ქვეშ არ იმუშავებს. 45 წამია საჭირო, ასე რატომ ნერვიულობ? ისინი მიწიდან ამოდიან, ვილ. ამისთვის არიან შექმნილები. ჩვენ კი არა. მათ სიბნელეშიც შეუძლიათ დანახვა უმცირეს CO2-საც ხედავენ, რომელსაც ამოსუნთქვისას გამოვყოფთ და რომელიც დაწყევლილ მაღაროში სწრაფად გროვდება. ბევრს იგინები. წადი შენი, კეიტი. კარგია. წავედით.
რა ხდება? სწორად ვიფიქრე, რომ ტრეკერი აქ არ იმუშავებდა. არა. 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 კარი ჩარასულია. ახლა რა ვქნათ? მე-7 დონეზე ჩავიდეთ. ეგ ხას ქვემოთაა. ვიცი. რამდენი ხნით? დაახლოებით 1000 იარდი. ხუმრობ? ეგ ხომ მათ ფეხბურთის მოედანს უდრის. რამდენად ციცაბო კლდეებია, რომლის არიდებასაც გაუვალია. ან ქვემოთ ჩავალთ, ან უკან დავბრუნდებით. მე უკან დაბრუნებას არ ვაპირებ. რომელიმე სიმაღლის გეშინიათ? არა, მონსტრების მეშინია. რას გავაკეთებთ, როცა ქვემოთ ჩავალთ? გავიქცევით? სირბილი არ შეიძლება. დავიღლებით და ხმაურს გამოვიწევთ. ამაზე უარესი CO2-ის გამოყოფა გაუთხმაგდება და შორიდან უფრო შესამჩნევები გავხდებით. სწორედ ამიტომ აქვთ საცეცებზე განათება. ისინი როგორც გიგანტურ კოღოებს ისე გვხედავენ. მაგარია. ნელი და მყარი ნაბიჯებით. მზად ვართ? არა. ერთი წუთი მჭირდება, რომ ჩემს სიკვდილზე დავფიქრდე. იმაზე სასაცილო ხარ, ვიდრე მეგონა. მადლობა. შენ კი იმაზე ჭკვიანი ხარ, ვიდრე მეგონა. სად იყავი, როცა ისინი გამოჩნდნენ? წინა ღამით სანამ ფატრავები გამოჩნდებოდნენ, მე და ჩემმა შეყვარებულმა ვიკამათეთ. მან დამარტყა და ცხვირი გამიტეხა. მართლა? და შენ რა გააკეთე? ცხელი ტაფა შემოვარტყი, მანქანა მოუპარე და სხვა ქალაქში გავიქეცე. სამართლიანია. მეორე დღეს რადიოთი მოვისმინე, რაც მოხდა. ამიტომ ბაი როუდს გავყევი ბოლომდე და თავშესაფარი ვიპოვე. ცხოვრება ხანდახან ზუგნაა. ხო. ახლა კი გიგანტური მკვლელი ხოჭოები ამოდიან მიწიდან და ნოსტალგია მერევა. მოტივატორი უნდა გამოსულიყავი. ახლა შეიძლება ქვემოთ ჩავიდეთ. აქეთ. გონი იმ ხარეს რაღაცა. ვერაფერს ვხედავ. ხმა გავიგე. ან შეიძლება გავგეშვა. მოიცადეთ.
სინათლე დაფარეთ. რა? უბრალოდ გააკეთეთ. ეს რა? გაიქეცით. გაიწიეთ. სწრაფად. ამის დედაც. Will, აკეთ. ჩიხია. წავედით. ჩიხია. აკეთ. განათება გამორთეთ. C2-ით ისევ შეუძლიათ ჩვენი დანახვა. არის უნდკოთ. იქით გასასვლელია. წავედით. სწრაფად მიდით. მიდი. Will, წამოდი. მოდი. წამოდი. კეიტი დაგველოდე. კეიტი. აქ გასასვლელია. კეიტი. კეიტი, არა. არა. ის მკვდარია. მან წაიყვანა. ღმერთო. იმ გასასვლელისკენ გაათრია, საიდანაც მოვედით. ბრუნდება. იქით რა არის? ღმერთო, აქ კიბია. წამოდი, Will.
კეიტი, ისე გჯერა ღმერთის. ჯიუტი ვარ. რას თხოვდი? შურის ძიებას. კარგი ჩანს. ამუშავდება. თუ ახალი ბატარეა აშიგნით. საბურავები ძველია, მაგრამ გამოდგება. ყველიანი მაკარონი მგონი 1000-ჯერ მაინც გამიკეთებია. ყოველ ღამით არა, ჰანტერს ეკითხებოდა ვახშმად რა სურდა. ჰანტერს კი ყოველთვის მაკარონი უნდოდა. გაზეინი. ყველში შემავალი პროტეინი მორფინივითაა და დამოკიდებულებას იწვევს. მაბატი. დარა მართლა მომწონდა. როგორც ჩანს, ის ბოლო ადამიანი იყო, ვინც მოგწონდა. კეიტისაც შევეჩვიე. როგორც ჩანს, ისიც მოვკალი. მაღაროში არ უნდა წასულიყავით. მთაზე ასვლა უფრო მარტივი იქნებოდა, აღჭურვილობის გარეშე. გინდა მისი სიკვდილი მნიშვნელოვანი გახადო. თავს ნუი დანაშაულებ. ბრაზი შეიქრძენი. დიდი ხანია აღარაფერს გრძნობ. ცუდია. ბრაზის გაფლანგვა არ შეიძლება. შენ უკეთ იცი. შენც ასევე. არ მძულ ხარ, ნინა. გძულ ვარ. მე შემძულდებოდი. შენ ძველ ლაბორატორიაში რა არის? პერიკლასი. მაგნიუმის ოქსიდის კუბური ვერსია. კარგი. ფატრავების ქერცლის შეუღწევადია, რადგან ისინი დამუხტულია. ვფიქრობ, ეს დამცავი მექანიზმია. ფიქრობ? თუ მართალი ვარ, როცა მათ პერიკლასიანი ჭურვი და ტყვია მოხვდებათ, თეორიულად ეს შექმნის 1,000,000 ვოლტიან დიფერენციას და ბუმ,
უკონტროლო შიდა წვა. მაგიური ტყვია? ამდენი ხანია ამაზე მუშაობ. რაღაც მაგიურ ტყვიაზე? ეს მაგია კი არა, მეცნიერება. ეს მხოლოდ ვარაუდია. ჰიპოთეზაა. იმედის დიდი დოზით. ტარას ჩემი სჯეროდა. ტარას ყველაფრის სჯეროდა თუ კი ეს ჰანტერს გადაარჩენდა. შენ ეს იცოდი და ამის გამო ყველა მოგდა. ჩემი ცოლი. უთხარი არ წასულიყო. უთხარი რომ შენთან წამოსვლა სუიციდის ტოლფასი იყო. გახმოვანებულია მაიკ ადრიქომის მიერ. და მაინც შენ აქ ხარ. ჩემთან ერთად და ორივე კიდესთან მდგავართ. წავედით. ღმერთო. მეოთხე სართული. არ შეხედო. მომიწევს. სად არის? აქ ყუთებით უნდა იყოს. რა ხდება? არ ვიცი. ტრეკერზე არაფერია. კიდევ სად შეიძლება იყოს? საოპერაციოში. მან დიქნება. აქეთ. მიდი ვილ უნდა წავიდეთ.
ჯანდაბა. ახლოსაა. ვეძებ. ვიპოვე. კარგი, მიდი. მზადა. Zamodi. ამის დედაც. ჯანდაბა. Zadi. ახლა გამოსვლეულები ვართ. არ ვართ. კიბეებზე. რასაკეთებ? შენს თუ განვიქნები. გითხარი, გაიქეცი მეთქი. არ მოგისმინე. კუდარია? არ მოძრაობს. მართალია. უნდა დავახვიოთ აქედან. ლაბორატორია დაკეტილია. დრო არ გვაქვს. პერიკლასი მჭირდება მაგნიუმის ოქსიდი. ჰანდერზე უნდა ვიფიქრო. ეს შენ შვილზე უფრო მეტია. ჩემ შვილზე მეტი არ არსებობს. და ახლა რამდენი დრო იყიდე? 6 თუ 1 წელი? შემდეგ ისევ აქ დაბრუნება მოგიწევს, ან შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ მათი მოკლა შეიძლება. შემდეგ დროშას ავწევთ თავშესაფარში და ამას ყველა გაიგებს, ვინც მთებშია გაჭედილი, მთელი ქვეყანა მოვა და ჩვენთან ერთად იბრძოლებენ. შეიძლება ცოტა შანსი გვაქვს, მაგრამ მე კეიტისკენ ვარ. სულ ასე ვერ ვიცხოვრებთ, ადრე თუ გვიან მოგვიწევს მათთან ბრძოლა. ამას მარტო ვერ შევძლებ, შენი დახმარება მჭირდება. ამის დედაც. წავედით. ბოულდერის ეროვნული ლაბორატორია. 5867 ფუტი. კერცლი.
ტრეკერი არაფერს საჩვენებს. 5 წუთი მჭირდება. ახაურობას დავზვერავ. მადლობა ღმერთს. არ ვიცოდი ოჯახი თუ ყავდა. ახლა უკვე ვიცი. ისინი არასდროს გიხსენებია. არა. გავაშრობ და ვნახოთ რა მოხდება. რამდენიმე წუთი სჭირდება. ვიფიქრე ეს გენდომებოდა. აქ ვიყავი, როცა ყველაფერი დაიწყო. შაბათი იყო, მაგრამ ახლოს ვიყავით აღმოჩენასთან. კობალტის გამოყენებით ელემენტებში ელექტრონების ნაკადის გაზრდასთან. აი ამაზე ვფიქრობდი, როცა სამყარო ნადგურდებოდა. ელემენტებზე. ჩემი 7 წლის შვილს ბილის იმ დღეს ფეხბურთის თამაში ჰქონდა. გინახავს ამასაკის ბავშვების თამაში, როგორ გარბიან ერთდროულად ბურთისკენ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ავირჩი არ წავსულიყავი იმ თამაშზე. ჩემი ქმარი 2 კვირით იყო წასული სამოგზაუროდ და მაშინ დაბრუნდა. მე დაღლილი ვიყავი დედობით. შენ ვერაფერ შეცვლიდი. უკანასკნელად მაინც ჩავეხუტებოდი. დარწმუნებული ვარ, შენც იგივეს ფიქრობ ტარაზე. ჩემთან ერთად არ უნდა წამიყვანა. ზედმეტად დარწმუნებული ვიყავი, რომ მათი შეჩერება შემეცლო, თურმე ვწდებოდი. თუ ეს განუგეშებს, ჩემი თავი ყველაზე მეტად მძულს. იმიტომ გადაანაშაულებ, რომ შენი დადანაშაულება უფრო მარტივია, ვიდრე საკუთარი თავის. ვიცოდი, რომ მიდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ შეჩერება ვცადე. წასვლის უფლება მივეცი. თავს ნუ იდანაშაულებ. არც ერთმა არ უნდა დავიდანაშაულოთ. რა აზრი აქვს? კარგი. შენს დადენინა. რაც შეგეძლო ყველაფერი გააკეთე. სახლში წადი, ვილ. ვაჟი გადაარჩინე. მას დრო აღარ აქვს. და შენ? დავრჩები. სხვა რაღაცებიც უნდა ვცადო. აქ ვერ მიგატოვებ. ამაში ერთად ვარ. და აქ მომიყვანე. მაგრამ არ იმუშავა. იქამდე არ წავალ, სანამ არ იმუშავებს, ან სანამ არ მომკლავ. მისმინე, ჩემი მანქანა ისევ გარეთ დგას. თუ ყველაფერი გამოვა, უკან დასაბრუნებლად დახმარება აღარ დამჭირდება. მანქანით უკან გამოყვები.
თუ არ გამოვა, ჩემთან ერთად დარჩენას და სიკვდილს აზრი არ ექნება. წადი. ჰანტერთან დაბრუნდი. ჯანდაბა. ამის დედაც. ფუშენი. ჯანდაბა. არა.
ნაბიჯვარე. მანქანები არიან. ისინი ნადირობენ, მაგრამ არ ჭამენ. არ წინავთ. არ სუნთქავენ. 8000 ფუტის ზემოთ ინჩითაც არ ადიან. ცოცხალ არსებებს არც გამთნენ. ეს პროგრამაა. ეს ვინ ჩაიდინა? კარგი ნასრული იყო. მადლობა. რატომ 8000 ფუტი? წარმოდგენა არ მაქვს. შენი მანქანა ისევ დადის? რადიატორი ნახევარი მილის უკან გასკდა. ღმერთო, როგორი სასიამოვნო ყოფილა მათი და. თავს უგეთ იგრძნობ, როცა დროშას ავწევთ და სამყაროს ეტყვი, რომ მათი მოგulis გზა იცი. მამა ხომ დაგვირდი დაბრუნდები მეთქი? ძალიან მომენატრე. წამოდი. თქვენ ხედავთ? მათ ეს შეძლეს. Crow's Nest, ეს Red Rock-ია. იმას ხედავთ, რასაც ჩვენ. ახლა ვუყურებთ. კი, დადასტურებულია. ხედავთ. მიღებულია. ეს დაკარგული ხეობის თავშესაფარია. 3 წლის წინ სამყარო, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით, ერთ ღამეში გაქრა. დავგარგეთ სახლები, ნაცნობები და საყვარელი ადამიანები. ისიც არ ვიცით, 8000 ფუტის ზემოთ რატომ ვიყავით უსაფრთხოდ. მაგრამ მაგ წესებით თამაში აღარ გვიძევს. მფატრავებმა ჩვენი პლანეტის დახმევა სტადეს. იფიქრეს, რომ მთებში დავიხოცებოდით. მაგრამ ჩვენ ისევ აქ ვართ. ადრე თუ გვიან მათთან ბრძოლა მოგვიძევს. შეიძლება ეს დღეს მოხდეს.
ფილმი გახმოვანებულია მაიკ ადრიქომის მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები გახა გეზუა და მარიამ გიორგობიანი.